იცნობ ტრებაბიჯს? ტრებაბიჯი არის ზუსტად ყველაზე საყვარელი კომიქსი. და მიუხედავად იმისა, რომ აქ შედარებით მოკლე ტექსტებია, ვიდრე ნახატები, ესეც შავ-თეთრია, როგორც სულზეცუდი კვირა და ძალიან მოყავს ეს წიგნი. და ბევრი ახალი სიტყვა ვისწავლე. მაგალითად, 100 წელი არ მომინდებოდა. არ ვიცი რა, ბევრია კიდე. აი ძალიან, მაგრამ ხა არ მოხსენდება მაგდანი. პირველი ნაწილი როდის წაიკითხე? პირველი ნაწილი წავიკითხე მაშინ, როდესაც რამდენიმე ტრებაბიჯის სერია უკვე წაკითხული მქონდა და არ ვიცოდი, რომ სერიებად იყო დაყოფილი. არა, ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ თან მიმდევრობაც კი ქონდა. ანუ პირველი ნაწილიდან არ დაგიწყია კითხვა? არა, არ დამიწყია. აი აქედან დავიწყე. აქვს სხვა მაგას მნიშვნელობა, რომ პირველი ნაწილით დაიწყონ ბავშვებმა? კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თორე ისე აი საერთოდ ვერ გაიგებ შინაარს რა. პირველი წავიკითხე ეს არის ძველი გამოცემა და წიგნებს ვქეკავდი, არ ვიცი, ოთახში და მე გამოვედი და კიდევ ცალკე თაროზე დავათვალიერე წიგნები და შევხვდი ეს წიგნი სხვა ალბომებთან. ეს შენ ძმას დარჩა შემთხვევით ლუკას. ხო, ლუკას დარჩა და უკითხა რომ მამი ეს რა წიგნია მეთქი და მითხრა რომ ლუკა კითხულობდაო და ძალიან მოწონდაო და დავფიქრდი რა და დავიწყე მეც კითხვა. შემდეგი სერია, არ ვიცი ზუსტად რომელი იყო, მაგრამ იყო ძალიან კარგი მოკლედ რა და ერთი მიზეზი რის გამოც გიყვარს ეს წიგნები. იმიტომ რომ ერთი ყველაზე კარგი ბევრი მიზეზი მაქვს, მაგრამ ერთი ყველაზე კარგი მიზეზი არის იმიტომ რომ მოკლედ აი ამ ასე ვთქვათ ავტობიოგრაფიაში გრეგ ჰეფლის ძმა მენი ჰეფლი არის ძალიან საყვარელი, ეგ არის გამოსახული მენი. და არის გადმოცემული აი ზუსტად აი ამ წიგნში, რომ მენიმ გრეგი გვიყვება, რომ მენი როდესაც გაიზარდა უკვე და დაიწყო ლაპარაკიო, რაც უცაგძელებსაც ვაკეთებდიო, ის როდესაც შეესწრო ამ ამბებს, რა ამბებსაც შეესწრო, ეხლა მე რომ აღარ ვაკეთებ, ის ძველინდელი ცუდი ამბებით მაბეზღებსო დედასთან და მამასთანო და ერთი კვირაში 3-4 კი ვზივარ ოთახშიო. ანუ დედა დასჭის ხოლმე? ხო. და კიდევ მოყოლილია აი ზუსტად აი ამ წიგნში, რომ ერთხელ მენი ჩემი სათამაშო სისტემა გამიფუჭაო რა. მოკლედ დავჯექი ერთ დღესო და ჩავრთეო ეს ვიდეო სისტემა. ხო, ვიდეო თამაშების სისტემა და დგას ჯორევითო და არ მუშაობს. ყველაზე მეტად ამ გაბათქვაში მომეწონა და ყველაზე მეტად ვიცინე დგას ჯორევითო რა თქვა. ჯორევით რა დგას და არ მუშაობსო. გავხსენიო ეს დენი რა სადაც გადის, ეს შნურების ნაწილიო და რას ხედავ, ამოტენილია სულ შოკოლადიანი ნამცხრებითო. და როდესაც მენის მევაკითხა და როდესაც ჩემს უფროსს ვუთხარი როდრიგ შენქენიო ესო, ცივუარზე დადგაო. ეს ნიშნავს ცივუარზე დადგაო. ანუ უარი მითხრა რა, არა მითხრა, არ დამეთანხმა. და შემდეგ მე ცოტა ისე გავიგე რომ ისო რაღაცა მართლა დამაჯერებლად მითხრაო და არც გაუკეთებია ამასო. მივაკითხე მენის და უთხრე რომ ზუსტად ვიცი რომ ეს შენ გააკეთებეთკი. მენიმ თავი გაიმართლა ასე რომ პატალავალ და ლავქნა. პატანავალ გაიგე?
ეგრე ეწერა და შემდეგ ძალიან გამწარდიო და როგორ მომინდაო რომ ერთი კარგად მიმებეგვაო და დავჭექიო და დავალებების წერა დავიწყეო რა, იმიტომ რომ ძალიან გამიტყდაო და ასე შემდეგ. ეგეც ტერმინებით წერია და? ხო. გამიტყდაც ვისწავლე ახალი და შემდეგ ერთი წუთის შემდეგ დედა მითხრა რომ მენის ქვევით გავესაუბრებიო. ჩაიყვანა მენი ქვევით და 20 წუთის შემდეგ ამოვიდნენ და მენის ხელში რაღაც ეჭირა. ფოლკის სპორტულა იყო, რომელსაც ყოველი მხრიდან ასე ეწერა რომ მოდნა უხეშად რომ კბილის საჩეჩქნი მჩხირები ჰქონდა გამოსშრილიო. და მოკლედ მომცაო ესო და მითხრა რომ პოდიში ლამიკო. სამიკოს ვერ ამბობდაო და მიკოს მეძახდაო პოდიში ლამიკო. ეგრე მითხრაო და მერე მინდოდა რომ ის რაღაც დებილობა ეგრევე ნაგავში გადამეგდო, მაგრამ დედამ არ მომცაუფლება. შენ ძმამ შენი ხელით გაგიკეთაო და თავისი ხელით გაგიკეთაო და მოკლედ გავიდა რამდენიმე დღე და ამ რაღაც დებილობას ვეღარსად ვეყავ ხედავდი და ნერვიულობდი ვაი თუ ერთხელ დავაჯდე მეთქი. და 5 დღის შემდეგ როვლი მოვიდა და მოკლედ ვიდეო თამაშების სათამაშოდ. და პირდაპირ იმ რაღაცას არ დაასკდა. კიდევ კარგი ეს რაღაცა გამოჩნდაო, თორემ ძალიან უნერვიულობდიო, ამბობს წრება ბიჭი და შემდეგ დედამ უნკურნალა. როვლი მეყვებოდა რომ მართლა ძალიან მეტკინაო და თვითონ ეს გრეგ ჰეფლი ამბობს რომ მეღერსაო და ამ რაღაც დებილობას ნაგავში უკარი თავიო. მან კიდევ შეიძლება ასე რომ ყვებოდეთ ამ ამბავს როგორც ახლა ყვები. შეგვიძლია თქვა აქ ნათქვამიც არის ნაგავში გადავუძახე და ნაგავში ვუკარე თავიც. ერთი რამ რაც გასწავლა წრეპა ბიჭის წიგნებმა. ადრე მეც წერდი კომიქსებს, ანუ ჩემზე ვწერდი რაღაცებს და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ახალი გამოთქმით გამავსო და უფრო კარგად წერ. გაგიმდიდრა ლექსიკა? გამიმდიდრა ლექსიკა, აი ამას ვიტყვი მარტო, აი ჩემი ლექსიკისთვის ეს ვხედავ რომ ჩემი ლექსიკისთვის ეს წრეპა ბიჭის დღიური, აი ეს პროექტი არის ძალიან კარგი. აპირებ კიდევ შემდეგი თავების წაკითხვას? რა თქმა უნდა, კი. აი რა სერიებიც მაქვს, აი საერთოდ ყველა წაკითხვილი მაქვს და მინდა რომ დედიკამ ახალი წიგნები მიყიდოს და აი ვეღარ ვისწავლებ უკვე სულ რომ გავიგო რა ხდება შემდეგ. რა იმალება ამ წრეპა ბიჭის წიგნებში? რისთვისაც ბავშვებმა უნდა წაიკითხონ. რახან ბოლომდე არ თქვა. ცოტა დაუტოვე ინტრიგა ბავშვებს. და სპოილერე თქვენ ენაზე. კარგი, მაშინ ანუ ბავშვების ენით ასე ვთქვათ, რა ძალიან დიდურადაც არ ვიტყვი. ამ წიგნებში იმალება ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატარა ბუჩქებში იმალება მოკლედ ეს რაღაც ამბით რომ განმაგცეთ ბავშვებო რა იმალება ისეა როგორც შედიხარ ტყეში და ბუჩქების ერთი ხედავ ძალიან ბევრ ბუჩქს ერთი შრიალებს რა ძალიან და შენ ვერ ხვდები რა არის შიგნით გამოდის ერთი ბიჭი სახელად გრეგ ჰეფლი და ის გიყვება მთელ ამ სერიებში მის ცხოვრების შესახებ და შენ ძალიან მოგწონს ეს ყველაფერი და შემდეგ გინდება რომ კიდევ ძალიან ბევრი სერია წაიკითხო და შემდეგ ამბობ რომ
ეს წიგნები, ეს პროექტი შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სერიაა. 1, 18, 19, ან შეიძლება 20 სერია აქვს ამას. და არის ჩემი საყვარელი წიგნების ნაკრები. და ძალიან მაყოფილი ვარ, რომ ამ ყველაფერს მე ვკითხულობ. რატომ უნდა იკითხონ ბავშვებმა წიგნები? აი ეს წაღნაც ვახსენე ეს სიტყვა. მათი მდიდარი ლექსიკის გასაუმჯობესებლად. კიდევ რას აუმჯობესებს კითხვა? მეხსიერებას, კონცენტრაციას და ფიქრის უნარიც ხო ძალიან მნიშვნელოვანია და კი და ზღუდავს ანუ როდესაც ვკითხულობ ბევრ წიგნს ბევრს რა ხავ ვკითხულობ ზოგადად წიგნს ჩვენი ტვინი უფრო ასე ვთქვათ ხდება ბეჯითი და წიგნები ზღუდავს ეკრანთან ყოფნის დროს რა მე უფრო აღარ გვინდება ეკრანის ყურება ასე ვთქვათ როდესაც წიგნებს ვკითხულობთ ხო, თუმცა ეკრანსაც გაუთმობ. რა თქმა უნდა, აბა ეს იმას კი არნიშნავს, რომ ერთი წამითაც არ ვიღებთ ტელეფონს და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ვიყენებთ ეკრანს ნებისმიერ რაღაცისთვის, შეგვიძლია ცოტა ხანს ვუყუროთ კიდევაც ფილმებს და ასე შემდეგ ტელევიზორში. მაგრამ უფრო მეტ დროს, ანუ გვაჩვევს წიგნების კითხვასთან და წიგნების კითხვას გვაჩვევს. და მოკლედ უფრო დიდ დროს ვუთმობთ წიგნების კითხვას. ფიქრის უნარს როგორ ანვითარებს? აი შენ რასაც წაიკითხავ ხოლმე, შემდეგ იმ რაღაცეებზე გეფიქრება? კი. აი, როდესაც თავებს ვკითხულობ ხოლმე, მაგალითად ოზის ჩატოქარს რო ვკითხულობდი. სულ ამ ძილის წინ როცა უკვე მართლა ჩემი და ანუ მეუბნებოდი მშობლები რომ აი ძალიან გვიანიანია დაწექი აღარ არის რა თქმა უნდა ახლა საწოლში ვიყავი უკვე დაიძინე და ხოჭა თვალები აღარ არის წიგნის კითხვის დრო მაგრამ აი მე მაინც ვერ ვსვენებდი და ოსის ჩატოქარი მომწონა ძალიან ამიტომ ვკითხულობდი და მე უკვე ჩემი თავით რომ მეუბნებოდა რომ კარგი მართლა ძალიან გადასდა და უკვე რომ დავიძინოთ აი ვერ ვიძინებდი, იმიტომ რომ არ მასვენებდა ფიქრი იმის შესახებ თუ რა მოხდა შემდეგ. და მოკლედ არ ვიცი. წრეპაბიჯთან ერთად გამოვარჩევდი ოზის ჩადოქარსაც, რომელიც ზუსტად 3 დღეში წავიკითხე, იმდენად დამაინტერესა ამ წიგნმა და მაგის განხილვაც გადავიღოთ, ხო? კი, აუცილებლად და ეს წიგნი იყო დავალებად რომ მასწავლებელსგან იყო დავალება რომ წაგვეკითხა. არა, ეხლა ზუსტად 3 დღეში, ერთ კვირაში, ერთ დღეში არა. მოკლედ წაგვეკითხა უბრალოდ რა, დაგვეწყო კითხვა. ჩვენ გვაქვს ხოლმე ქართულში ესეთი დამატებითი ლიტერატურების წაკითხვაც. მაგალითად პირველ კლასში ქონდა პეპი გრძელი წინ და საიდანაც დაიწყო ეს ჩემი წიგნების კარიერა, ასე ვთქვათ და მოკლედ რა. და როდესაც მასწავლებელმა ახსენა ოზის ჩადოქარი და გვეთხრა რომ წასიკითხად გექნებათო, აი უკვე მართლა დავინტერესდი, იმიტომ რომ აი საერთოდ ყველა ადამიანი ამ წიგნზე ლაპარაკობს, საუბრობს და აქებს. და მოდი ერთი მეც დავიწყებ კითხვას რა და აი შეიძლება ითქვას რომ აი ძალიან ზედმეტადაც დავინტერესდი და წავიკითხე 3 დღეში, რაც ჩვენთვის იყო, ანუ ამაზე მე თვითონაც კი პელი დავაღერო. მეთქი ოზის ჩადოქარი არის 139 გვერდიანი თუ არ ვიცი რამდენი ზუსტად. აი ამ ხელა წიგნის 3 დღეში წაკითხვა არის შეუძლებელი მართლა და თუ მე ეს გავაკეთე ზუსტად ისე რომ სხვა ბავშვებიც ამას გააკეთებენ. ანუ შეუძლებელი არ ყოფილა. არ ყოფილა შეუძლებელი. მე რომ მეგონა შეუძლებელია კი პერი დავაღე, მაგრამ არ ყოფილა შეუძლებელი. ამიტომ ჩემი ასე ვთქვათ, მაყურებელი ბავშვებიც აუცილებლად წაიკითხავენ 3 დღეში კი არა, 1 დღეში წაიკითხავენ. კარგი, ახლა მითხარი
შენი აზრით კითხვა ან ვითარებს თუ არა კრიტიკული აზროვნების უნარს? რა თქმა უნდა 100%-ით გეთანხმები. მოკლედ, როდესაც წიგნებს ვკითხულობთ, აი სიტყვებით აუღწერლად ან ვითარებს აზროვნების უნარს. აკრიტიკებ ხოლმე სხვადასხვა პერსონაჟებს? აი მე ესე არ მოვიქცეოდი, ან მე ესე მოვიქცეოდი, ან შენ თავს თუ აიგივებ ხოლმე პერსონაჟებთან, თუ წარმოიდგენ ხოლმე თავს მათ ადგილას. რა თქმა, ან ყველაზე მეტად ეგ იყო ჩიპოლინოს თავგადასავალი თუ რაღაცა რო ქვია. მაგ წიგნში. აი მეთქი მე ხა არ მახსოვს ზუსტად ეგ წიგნი, იმდენი ხნის წინ მაქვს დაწყებული კითხვა მაგის, რომ აი საერთოდ არ მახსოვს რა მოხდა, მაგრამ 1-2-3 წლის წინ კი დავიწყე და მოკლედ ის გახსოვს რომ მის ადგილას წარმომიდგენია თავი ბევრჯერ. რომ მე ესე არ გავაკეთებდი და მე ესე გავაკეთებდი. უფრო ბევრჯერ იყო რომ მე ესე არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ მოუსვენარი იყო მახსოვს. კარგი, შემდეგი განხილვა რა იქნება შენი? ოზის ჯადოქარი. ოზის ჯადოქარი. სპექტაკლიც არის, ხო? კი, ოზის ჯადოქარი. გუშინ მე ვიყავი შადრევნების შოუში და ამის გამო შაბათს მიდიოდა ჩემი კლასი ოზის ჯადოქარზე სპექტაკლზე მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თეატრია და მე არ წავსვლა, იმიტომ რომ შადრევნების შოუში ვიყავი, მაგრამ ისიც ძალიან მაგარი იყო, ვერ შეედრება ოზის ჯადოქარს და დედიკო შემპირდა რომ ყველა საოცრებლად წაკიყვანო. და აი არ ვიცურას და მართლა ძალიან მინდა და აი საწოლზე ხტუნაობდი უკვე რა. ანუ ოზის ჯადოქარი გახდა ჩემი favorite წიგნი და მე ასე ვთქვათ პერსონაჟებთან ერთად ვიმოგზაურე ჯადოსნურ ქვეყანაში და ვიმოგზაურე რა თქმა უნდა ღეჭიებთან, ზორმუხტ ქალაქში და ასე შემდეგ. გადავარჩინე რკინის ტყიკაფია, გავიგე მისი ასე ვთქვათ ოხრვა, დავინახე როგორ ჩაგვიკრა მე და დოროთის და ტოტოს თვალი საფრთხობელამ და როგორ გადავარჩინეთ იგი. მოკლედ გადაარჩინე დოროთიმ და მოკლედ კიდევ წამოყვართი მხდალი ლომიც, მაგრამ მე რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ რომ ვიყავი მასთან ერთად და წიგნში ვიყავი უკვე თვითონ იმ სამყაროში, მაგრამ მართლა წიგნში არ ვიყავი და ცოტათი მეწყინა რომ ეს ამბავი მართლა არ ხდებოდა. და აი ყველაზე მეტად ის მომენტი მომეწონა, ყველაზე მეტად იმ მომენტმა გამაოცა. როდესაც ან სხვა ქვეყანაში გადაისროლა ამ გრიგალმა ეს აი ეგ გადავიტან შემდეგი განხილვისთვის კარგი. აღარ მოყვები. ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ და გემშვიდობებით შემდეგ განხილვამდე.